რა არ გაგიჭირდება, იქაც იმდენი საქმე გაქვს თან ასეთ დროს. რადგან მადლობა ღმერთს ლევანი უკეთ არის. კოტეც ოფისში დაბრუნდება ასე რომ გამოვნახავ დროს. შენ არ ნერვიულო. მამამ მითხრა ყველაფერს მე მივხედავ სანამ შენი მშობიარებო. ხო, მე და ნოდარი მივხედავთ. შენ ჯერ აღწალია. უფრო მნიშვნელოვანი საქმით ხარ დაკავებული, მერე ნანელა ჩაერთვები, ხო? მამას არჩილი გაუცნია. რას მელაპარაკებ? ისე მითხრა. ვინ მამამ? არჩილმა? არა, არჩილს არაფერი უთქვამს. რატომ? რა არის ამაში დასამალი? მამას უთქვამს, რომ შენ მისი სიძე ხარ. რა ვიცი, არაფერი უთქვამს და ვიცი რა, შეიძლება არ გაახსენდა, ან უბრალოდ ვიფიქრა ამდენი წლის შემდეგ ნოდარის გამოჩენა რაღაც ჩემგან გაიგოს. არჩილმა ეგ საიდან იცის? არჩილმა ყველაფერი იცის, ყველაფერი. მართლა? შეიძლება ისიც იცის, ახლა მე და შენ რა თემაზე ვსაუბრობთ. საინტერესოა. როგორი ბნელი კაცი ყოფილა ეს არჩილი? ძალიან ბნელი, აი შავბნელი პირდაპირ. არ გეშინია? არჩილის? მარჩილს ეშინოდეს ჩემი. ესე იგი შენ იმაზე ბნელი ყოფილ ხარ. ირმა, რაღაც ადრე ასეთი შეკითხვები არ გაწუხებდა. რა შეა საქმე? ადამიანები იცვლებიან თემო, მეც შევიცვალე. და აწესულ ასეთი უნდა იყო? ხო. რა იყო არ მოგწონ ვარ? ჯერ არ ვიცი. რა კარგია რომ მარტო ვართ. ძალიან მინდოდა შენთან დალაპარაკება. რაზე? აი იმაზე რაც ავადმყოფოში გითხარი. რა გახსოვს? იცი რა. იმზეში ვერაფერი მოვიფიქრე, მაგრამ ერთს კი ნამდვილად ვგრძნობდი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა კოტესთვის სიმართლე გვეთქვა. შენც ასე ფიქრობ? კი. ლევან, მე უბრალოდ კოტეს ძალიან კარგად ვიცნობ. ვერ დავაკავებდი. მოკლავდა ნახდათ დანელიას. მეც გიშკავდი რა. იცი რა, ვერავის ვერ ველაპარაკებოდი. ვერაფერ შვებოდი. შენც ამ დღეში მყავდი. არ ვიცოდი რა მეკნა. ერთი პირობა ისიც ვიფიქრე. მოვკლავი ნაბიჯვარ დანელიას მეთქი. არ საჭირო. ლევან, ეგ ვიცი. იცი რა, ეს ამ სხვა დროს მომხდარიყო. ალბათ გავაკეთებდი, მაგრამ ეხლა. შვილი მეყოლება ბიჭო. Asla. Gelsin. Maalesef çemurluyor nadat. Hiç ses kalmıyor boymayız galiba gidiyor. Aba. Video. Rakuna tehla. Rakut gagas. შეიძლება წამოსდეს რამე. სამშვიდი გაგას მე დაველაპარაკები. რატო გეუბნები იცი? კოტემ რომ გაიგოს. ვისი გულისთვის გააკეთე ეს ყველაფერი? თანაც ნიშნობის დღეს. დაველაპარაკები. ისე მართლა ასე რამ გაგიგეჟა, მითხარი. ემო. ხო. ბიჭო, ბევრი ვიფიქრე რა. მერე? ხოდა განე ეს ყველაფერი შემთხვევით არ მომხდარა, იცი?
მოიცე რას გულისხმობ? წინასწარ იყო დაგეგმილი. აი როგორ? მარტივად. უბრალოდ ვიღაცამ ძალიან კარგად იცოდა ჩემი ხასიათი. მოიცე შენ ვინმეზე გაქვს ეჭვი? შენ მითხარი მომიღები რა მოხდა? ვინ დაგირეკა? გაგამ არაფერი იცის. ვერაფერი გითხრა. უცნობმა. ისე როგორ უცნობმა? ესე რა. ვიღაცამ დარეკა. ო. რა თქვა? დანელიამ ელენე გააუპატიურა. რაო? ამიტომაც გადამეკეტა. ამასაც მოვესწარი არა? რა ხდება ლავანო? რადა შის დაკარგვას ასე თუ ისე შევეგუე. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, მაგრამ იმას რომ თანამშრომლათაც აღარ ვთვლი, ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი. რა სისულელია, ვერ გავიგე რა. თუმცა შენი რა ბრალია, უნდა მიმეღო შენი წინადადება. გამაგებინე რა ხდება? სურა დანელიას გაკოტრების ამბავი რო დამიმალეთ, გასაგებია, საიდუმლო იყო. მაგრამ ის რომ ყადაღას უხსნით, მე რატომ არ ვიცი? თუ აღარ ვარ თქვენი თანამშრომელი? ლანა, ეხლა მაგაზე ჩვენ არ გვიფიქრია, იმიტომ რომ მაგის დრო არ იყო რა. საქმეს მაგაშია რომ არ გიფიქრიათ. არა, შენ ვერ გამიგე. მაგაზე არ გვიფიქრია, მხედველობაში მაქვს ის რომ ეხლა არ გვიფიქრია იმაზე რომ ყველას გაეგო ეს ამბავი. ვინც მაგ საკითხზე მუშაობდა, იმან იცოდა. ეგ შეიძლება სწორი იყოს იმ გამოშტერებულ ირაკლის და მისი კაცაწო სოფოს შემთხვევაში, მაგრამ მე თუ არ ვწდები, ერთ-ერთი იმ ადგანი ვარ, ვისაც კორპორაციის სტრატეგიის გეგმა და მისი განხორციელება ევალება. კი ბატონო, მაგრამ შეხო გესმის არა, რა მდგომარეობაში ვიყავით არა? ვიცი? საიდან გავიგე არ გაინტერესებს. ალბათ გითხრავენ, ვინც მუშაობდა მაგ საკითხზე. არა. თვით სურა დანელიამ მითხრა. ბიჭო, მართლა იარაღით მეუვარდი? ჰერე რას აპირებდი? იარაღით მოფერებას თემა. მოკლას უპირებდი, რა უნდა დამეპირებდი. მაგრამ იცი რა უცნაური რამე მოხდა. რა? რაღაც მომენტში დავაფიქსირე რომ ეს ყველაფერი რაღაც პატარა სპექტაკლი იყო რა. და ამეთი ისარგებლა რა იმ დანელიას ვიღაცა გახბამ რა. დაჯექი. ლევან. იცი, ელენესთვის არაფერი დამიშავა. ელენის სახელი არ ახსენო, შედაბიჯვა. ბაბა ვერა ლევან რა დაუნაშავა. ვიჟოლე. აი ეგრე. შედაბიჯვა. მე არაფერი არ მახსოვს. ბიჭო, როგორ ვფიქრობ, ვინ უნდა ყოფილიყო? ვიზე გაქვს ეჭვი მითხარი? ჯერ არ ვიცი. ლევან, მე მგონი შენ გაგიჟდი. ვისი გულისათვის იღუპავ თავს მითხარი?
აი მაპატიერა, მაგრამ არასწორად ეკცევი. ვის აკლავ თავს ამიხსენე ვის? შენი ნიშნობის დღეს. ეს რომ კოტემ გაიგოს. მარიამზე თუ გიფიქრია. საქმე იმაში რომ იმ წამს მე არაფერი აღარ მახსოვდა. როგორ გონია ვინ გათვალა ეს ყველაფერი ასე ზუსტად? არ ვიცი. ვიღაცას უბრალოდ ჩემი ნიშნობის ჩაშლა უნდოდა. ამიტომაც ფიქრობ რომ ეს ელენეს გაუპატიურება ჩაწყობილი იყო, მერე დაგირეკეს და კარგი, მაგრამ აი მაინტერესებს ვის აწყობდა შენი ნიშნობის ჩაშლა? აი ვის? არ მესმის უბრალოდ რა. ზემო არ ვიცი. ჯერ მაგრამ გავიგებ. არა შენ მართალი ხარ ხა ეს ყველაფერი შემთხვევითობას ნამდვილად არ გავს. მაგრამ დანელიას აწყობდა ეს ყველაფერი? არა. ეცერაში საქმე. დანელია უბრალოდ გამოიყენეს რა. ბიჭო პატარა მშიშარა ნაბიჯვარია. კარგი, დანელია არა. მაშინ ვინ უნდა ყოფილიყო? კარგი. შენ დამშვიდდი ხა შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. ლევან, მე შენ გპირდები. მე გავიგებ. ვინ ჩაიფიქრა ეს ყველაფერი და გავუსწორდები. სასტიკად გავუსწორდები. არ გინდა გამათი. ეს იმას არ უნდა შერჩეს. აი ამას გპირდები. მაგრამ შენ უნდა შემპირდე ძმაო, რომ ამოიგდებ თავიდან მაგ ელენეს. ძალიან თქო, ნოირთულებ ცხოვრებას, რაში გჭირდება, აი არ მესმის რა. არ არის ელენე ის ქალი, ვისი გულისათვისაც ყველაფერზე უარს ამბობენ. თემო. ლევან, დაფიქრდი რა. ძალიან თქო დაფიქრდი. ესე იგი ზურა დანელია ნახე? ხო, შემთხვევით შემხვდა. გახარებული იყო ყადაღას მიხსნიან, რომ მიხვდა რომ მე საერთოდ არაფერი არ ვიცი დამცინა. კოტეს ჩემთვის ცალია და შენთვის რით ვერ მოიცალაო. ლანა, მე ახლა არც ზურა დანელიას სიტყვების უარყოფას ვაპირებ და არც შენთან თავის მართლებას. მე მგონი აქ ჩვენ არ თამაშობთ, საქმეს ვაკეთებთ, ხო? ძალიან დიდი მადლობა, აბასად მე და სად საქმე. ლანა, ძალიან გთხოვ რა, არ გინდა ეს ბავშვური გამოხტომები. და მით უმეტეს სცენების მოწყობა რა, ძალიან გთხოვ. კოტე მე ლანა, ჩვენ ამაზე უკვე მილიონჯერ ვილაპარაკეთ რა. და ვერ გავიგე რა არის, რატომია ეს და საერთოდ რა პრეტენზიები არ მესმის. აპათია კოტე. ლანა. წყალი ხო არ გინდა? არა, მაპატი, ნერვები ბისტრალია. როგორ ხარ? კარგად. ხო არ უთხრა სოფაში მოიტანო წყალი? არა, ყველაფერი კარგად არის. ესე იგი ჩემი აქ მოღვაწეობა დამთავრდა. ანა, შენთვის ეს არავის არ უთქავს. არა, მაგრამ დამოკიდებულება ხომ ეგეთი არა. ძალიან ხო არ არის საჭირო. საჭიროა კოტე. საჭიროა. ეს კი ძალიან მოგაბეზრე თავი. მაპატი. მაპატი.
მე მგონი ხვდები რომ არა ხარ ხო მართალი მე შენ გითხარი თუ გადაწყვეტილებას მიიღებ მე შენ დაგეხმარები და უკეთეს სამსახურში გადაგიყვან ხო მიყვარს რაც შეეხება დამოკიდებულებას მე მგონი შენ ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი მიყავს უცხოელებთან ურთიერთობა ეს შენი პროექტია და ასე რომ შენ წასვლაზე აქ არავინ არ ფიქრობს მithumetas მე მაპატია გოთა ამ ბოლო დროს რაღაც ყველა დაძაბულები ვართ რაღაცა ხდება არ ვიცი კი მაგაში გეთახმები პირველად დავიბენი გოთა მართლა პირველად ცხოვრებაში დავიბენია ეს შენ დაიბენი ლანა ხომ გეუბნები პირველად მოხდა მეთქი ალბათ აქედან წასვლაზე უნდა ვიფიქრო მოიფიქრე მე შენ ნებისმიერ დროს მოგისმენ დაგეხმარები ალბათ მოსაფიქრებელიც არაფერია მაინც დიდი მადლობა რომ კიდევ ერთი შანსი მომეცი აი ხო უკვე კომედიის თამაშს იწყებ მაპატია ცუდად გამომივიდა შენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მოვისმენ და ყველანაირად მხარში დაგიდგები დაგეხმარები რითიც შევძლებ აი ზუსტად მაგ სიტყვებიდან ჩანს რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ რამეს გულისხმობს კარგი რას ვიზავთ ლანა ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებს მე არ მინდა რომ შენ წახვიდე კომპანიიდან მაგრამ შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მე პატივს ვცემ მადლობა მაპატია გოთხა შენ ხარ? ნათია ვარ, ლევან. როგორ ხარ? ეგ მე უნდა მეკითხა. კითხე მე. როგორ ხარ, ლევან? ნახო უკეთ. ძალიან მიხარია სახში რომ ხარ. მეც. იქ შემეცოდე. სად? სადა საავადმყოფოში. მე და ნანა რომ ვიყავთ მოსვლები, მაშინ ძალიან ცუდად იყავი. ჩამოჯექი. ისე რა მაინტერესებს? გელენეს. ძალიან თქო ნოირთულებ ცხოვრებას, რაში გჭირდება არ მესმის რა. არ არის ელენე ის ქალი, ვისი გულისათვისაც ყველა ფერზე უარს ამბობენ. თემო. ლევან დაფიქრდი რა. ძალიან თქო დაფიქრდი.
ესე იგი ზურა დანელია ნახე. ხო, შემთხვევით შემხვდა. გახარებული იყო ყადაღას მიხსნიან, რომ მიხვდა რომ მე საერთოდ არაფერი არ ვიცი დამცინა. კოტეს ჩემთვის ცალია და შენთვის რით ვერ მოიცალაო. ლანა, მე ახლა არც ზურა დანელიას სიტყვების უარყოფას ვაპირებ და არც შენთან თავის მართლებას. მე მგონი აქ ჩვენ არ თამაშობთ, საქმეს ვაკეთებთ, ხო? ძალიან დიდი მადლობა, აბასად მე და სად საქმე. ლანა, ძალიან გთხოვ რა, არ გინდა ეს ბავშვური გამოხტომები. და მით უმეტეს სცენების მოწყობა რა, ძალიან გთხოვ. კოტე, მე ლანა, ჩვენ ამაზე უკვე მილიონჯერ ვილაპარაკეთ რა. და ვერ გავიგე რა არის, რატომია ეს და საერთოდ რა პრეტენზიები არ მესმის. აპათია კოტე. ლანა. წყალი ხო არ გინდა? არა, მაპატი, ნერვები ისბრალია. როგორ ხარ? კარგად. ხო არ უთხრა სოფაში მოიტანო წყალი? არა, ყველაფერი კარგად არის. ესე იგი ჩემი აქ მოღვაწეობა დამთავრდა. ანა, შენთვის ეს არავის არ უთქავს. არა, მაგრამ დამოკიდებულება ხომ ეგეთი არა. ძალიან გთხოვ, არ არის საჭირო. საჭიროა კოტე. საჭიროა. ეს კი ძალიან მოგაბეზრე თავი. მაპატი. მაპატი. მე მგონი ხვდები რომ არ ახარ ხო მართლა. მე შენ გითხარი თუ გადაწყვეტილებას მიიღებ მე შენ დაგეხმარები და უკეთეს სამსახურში გადაგიყვან. ხო მეყვას? რაც შეეხება დამოკიდებულებას მე მგონი შენ ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი მიყავს. უცხოელებთან ურთიერთობა. ეს შენი პროექტია და ასე რომ შენ წასვლაზე აქ არავინ არ ფიქრობს, მithumetes მე. მაპატია კოტა. ამ ბოლო დროს რაღაც ყველა დაძაბულები ვართ. რაღაცა ხდება, არ ვიცი. კი, მაგაში გეთახმებ. პირველად დავიბენი. კოტა, მართლა პირველად ცხოვრებაში დავიბენია ეს. შენ დაიბენი, ლანა? ხო. ხომ გეუბნები პირველად მოხდა მეთქი. ალბათ აქედან წასვლაზე უნდა ვიფიქრო. მოიფიქრე, მე შენ ნებისმიერ დროს მოგისმენ, დაგეხმარები. ალბათ მოსაფიქრებელიც არაფერია. მაინც დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთი შანსი მომიცე. აი, ახლა უკვე კომედიის თამაშს იწყებ. მაპატია. ცუდად გამომივიდა. შენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მოვისმენ და ყველანაირად მხარში დაგიდგები, დაგეხმარები, რითიც შევძლებ. აი ზუსტად მაგ სიტყვებიდან ჩანს, რომ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ რამეს გულისხმობს. კარგი, რას ვიზავთ? ლანა, ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებს, მე არ მინდა რომ შენ წახვიდე კომპანიიდან. მაგრამ შენს ნებისმიერ გადაწყვეტილებას მე პატივს ვცემ. მადლობთ. აპატია კოტა.
შენ ხარ? ნათია ვარ, ლევან. როგორ ხარ? ეგ მე უნდა მეკითხა. კითხე მე. როგორ ხარ, ლევან? ნახლა უკეთ. ძალიან მიხარია სახში რომ ხარ. მეც. იქ შემეცოდე. სად? სადა საავადმყოფოში. მე და ნენა რომ ვიყავთ მოსვლები, მაშინ ძალიან ცუდად იყავი. ჩამოჯექი. იცი რა მაინტერესებს? თუ საავადმყოფოში ესეც ცუდად ვიყავი. ნონამ ჩემთან მარტო რატომ დაგტოვა? მარტო? არა, ნონა რაღაცა 2 წუთით გავიდა. მე მგონი ცოტა მეტი ხნით გავიდა. ლევან, გინდა ფანჯარას გამოვაღებ, დღეს კარგი ამინდია. სხვა თემაზე გადაგვაქვს ლაპარაკი? არა, ქალბატონმა თინა მითხრა ოთახი გაანიავეო. ახლა ქალბატონი თინა, მე ბატონი კოტე. ბატონი დიმიტრი არ დამიჩაგრო ძალიან გთხოვ. ეგ რა შუაშია. რა ნათი. სხვა თემაზე რატო გადაგვაქვს ლაპარაკი? გადატანა რა შუაშია. ჩემთან საავადმყოფოში ხომ იყავი მარტო? კი ვიყავი. მერე? ლევან, ვერ ხვდები რა მერე? არაფერი. საერთოდ შენ საიდან იცი რომ მე მარტო ვიყავი? ვიცი. ვინმე მხმარ დამინახა? არა. აბა? გიგრძნეს. რა მიგრძნეს? ნათია, მესმოდა ყველაფერი. და არა მარტო მესმოდა. ხო, კარგად იქნები. იცი როგორ მეცადები? ხო, უკეთ ვიცი რა ხდება შენს ირგვლივ. მალე გამოჯევთავდი რა გეხოწები. შენ რა გესმოდა? ყველაფერი. ძალიან წუხარ დაზმერის ამბავს ზურა. წუხარ? არა? ხო, რა იყო? ბიჭო! არა, მართლა ძალიან შემეცოდა საწყალი დაზმერი. მადლობა ძმაო თანაგრძნობისთვის. ისე შენც მაგრად გადარჩი. ხო, მაგრად გადავრჩი. ისე ჩემი დაბრედვა არც ისე ადვილია. ბედი მაქვს მაგარი, ბედი. შენ როგორ ფიქრობ ზურა? ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა? არ ვიცი, აჩიკო. არ ვიცი. კოტეს? კოტე? აბულაძეს. კოტე? არა. რატომ კოტე აბულაძე? რა ვიცი. თუნდაც
ლევანის გამო თანაც სულ ფეხებში შეეჭღირები და არ ვიცი, საიდან მოიტანე ეგ, საიდან მოვიტანე კი არა, უბრალოდ ასე ვფიქრობ მე. ცეგი აბრალებ კოტე აბულაძეს, არა, ზურა, მე არაფერს არ ვაბრალებ, უბრალოდ მას მართლა ჰქონდა ეს მოტივი. მოტივი. ესე ჩემი დაბრედვის მოტივი ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. გინდა აჩიკო ჩამოგითვალო. როგორც გინდა. კოტე აბულაძე. მორფინისტები, პიდარასტები, გავაგრძელო? პოლიცია, უშიშროება და კიდევ ერთი. ვინ? აიხლა ვინ ჩემს წინ ზის და ბოჩოლას თვალებით მიყურებს. მე? მოიწერა ზურა. რა სისულელია ხა ეს? არა, შენც ქონდა მოტივი ჩემი დაბრედვის, არა ზურა, საიდან მოიტანე ხა ეს ყველაფერი, კარგი რა? გამოუვალ მდგომარეობაში ხარ რა, იქიდან კოტემ მოგაჭირა, აქედან მე. არიცი ხო ვისი თამაში ითამაშო. და უპს. იდეა ხო? ზურა დანელიას დავაგორებ, არა? ზურა, კარგი რა, ნუ ბოდავ რაღაცე. ბოდავ ხო? ზურა დანელიას დავაგორებ და ისედაც მთელი ქალაქი ყავს გადაკიდებული, არა? მე კიდე ოფისში ვიჯდები. ჩემზე ეჭს ვერავინ არ აიღებს, ხო? მასაღებდი ბიჭო. არა, ზურა, გაჩერდი რა, კარგი რა, სისულელია. არა? ბიძა ჩემი ჩვენ ხო არ მოკალი? არა მეთქი რომ გეუბნები, არა. კარგი, გული არ გაგისკრეს. მატყუებ ხო? არანაირად. ლევან, მართლა ყველაფერი გახსოვს, რაც იმ დღეს მოხდა? რომ დღეს? იმ დღეს. როცა მაგოცე? მე ლევან მაპატიე გთხოვ რა, მართლა არ მეგონა თუ გესმა და ძალიან მცხვენია, მაპატიე გემუდარები. ვერ გაპატიებ. კარგი რანათი. რა გჭირს საპატიებელი? ვერეკით მე ალბათ იმ გულწრფელობისთვის და გულახდილობისთვის მადლობას უნდა გადაგიხადო. მე ლევან პირიქით. მე მაქვს დიდი მადლობა გადასახდელი შენთვის და მთელი ოჯახისთვის. ამ ოჯახში მივხვდი რომ ადამიანი ადამიანისთვის მარტო მტერი არ არის. კიდე იმას მივხვდი რომ ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ. მე მართლა მაქვს ძლიერი ბიოველი და თუ გინდა მასაჟს გაგიკეთებ. მე ნუ დამცინი, მე მართლა გეუბნები. ლევან, მე ჩემი დარდი მაქვს და ეს რომ არა უკეთესად დავანახებდი ქალბატონ თინასაც და საერთოდ მთელ ოჯახს როგორი ადამიანი ვარ. რა დარდზე მელაპარაკებინათ? ყველაფერი არ ითქმის. გაწუხებს რამე? ეს მარტო ჩემი პრობლემაა. გასაგები, მაგრამ შენ ამ ოჯახში ცხოვრობ. ჩვენთან ხარ. შეიძლება ითქვას, რომ უკვე ამ ოჯახის წევრი ხარ რა. ვიცი. მე ეგ თუ ვიცი. ოჯახის წევრებს არ დაუთხარ რა გაწუხებს. ალბათ მაგის დროც მოვა. ესე იგი შენ მარტო
მაშინ ხარ გულახთილი, როცა მარტო ხარ და დარწმუნებული ხარ, რომ არავინ ხედავს და არავის ესმის შენი. აი გრაშუაში. როგორ არა? ალბათ იქ დარწმუნებული რო არ ყოფილიყავი, რომ მე არაფერი მესმოდა და ვერაფერს გრძნობდი, არც იქ არ იქნებოდი გულახთილი. ალბათ მასე. მერე? კარგია შენი საქციელი. იცი რა, მე მართლა დიდი მადლობა მინდა გითხრა. იმისთვის, რომ ასეთი გულკაცილი, ასეთი კარგი ადამიანი ხარ ჩვენთან. მე რა მოხდა? რაღაც პრობლემები ყოველთვის არსებობს ადამიანის ცხოვრებაში. უბრალოდ ჩემ შემთხვევაში ალბათ მოხდა ის, რომ ცხოვრებაში თავიდან არ გაგემართლა. სულ გარემოში მოხდა. მაგრამ ყველაფერი მოგვარდება. ახლა ხო ჩვენი ოჯახის წევრი ხარ. ეხლა მისმინე. გისმენ. ახალი ნიუსები იცი, ხო? კი, ყველაფერი ვიცი კი. ხო, გილოცავ ახალ სამსახურს. რა სამსახურს? ახალ საპასუხისმგებლო თანამდებობას. გაკოტრებული კომპანიის მართვა გელოდება წინ. ხო, ვიცი. რა იცი? ოღონდ ერთი პატარა უსიამოვნო დეტალი. რა დეტალი ზურა? ის რომ ეს კომპანია პირადად ჩემი, გაიგე? ვიცი. ისე შენ ძლიერი იურისტი ხარ, გამოცდილი კადრი. მაგრამ ერთი რამ უნდა იცოდე. ყველაფერი რაც უნდა გააკეთო ამ კომპანიაში. ყველაფერი უნდა გააკეთო ჩემი დავალებით. გესმის? ჩემი. რა თქმა უნდა, მაგას ზურა. შენ აჩიკო მე დებილი ხო არ გონი ვარ, ჰა? არა, ზურა, დებილი არ გონი ხარ. გონი არ ვიცი როგორი დამუშავებული ყავ ხარ კოჭეს და წემურს, ჰა? მეთხარი ვის მხარეზე ხარ? ვის თამაშ თამაშობ, ჰა? თვით ვერ გაიგე. ზურა, შენ მხარეზე ვარ. ამ დამუშავების გარეშე მე როგორ მანდობდნენ ამ საქმეს? აბა შენ თვითონ დაფიქრდი. იცოდე ფრთხილად იყავე. თორე ხერხემალში გადაგტეხავ, გაიგე? გასაგები. დაწნართე. ვიცი რასაც ვაკეთებ. კაი, აბა შენ ისი. მიდი მართე კომპანია პატიოსნად და სუფთა ხელებით. გაიგე? კრიზისიდან გამოიყვანე კომპანია, აღორძინე, დანარჩენი შენ ისი. მიდი. კარგი, წავალ. ოფისში თათბირი გვაქვს და ხო, თათბირზე იარე. არ გააცინო კოტესთან თათბირი. მერე მომიყევი. გასაგები. ახლა ერთი რამე მინდა გითხოვო. მოდი მეზე შევეკოთ მეგობრები. კარგი? და როგორც მეგობრს ერთი თხოვნა მექნება კიდევ. რაც მოვკეთდები. შენ
შენი საოცარი მასაჟები გამიგეთ. რა თქმა უნდა. კარგი. ახლა წავალ ხო? კარგი, წადი, მაგრამ სანამ წახვალ კიდევ ერთი თხოვნა მაქვს. ეს პარის ცოტა გამისურე რა. ახლა ლევან შერა მოსამსახურეებს იარშიყები მე გავალ